თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაციას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელი, რომელიც ნიკა კაციას დაკავებაში მონაწილეობდა. მოწმე პოლიციელის დაკითხვის დასრულებას ხმაური მოყვა. სასამართლოს შენობაში შეკრებილმა მხარდამჭერებამ მოწმეს ყვირილისა და შეძახილების ფონზე დაატოვებინეს შენობა. ცნობისთვის ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილი წარადგინა, რაც დიდოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახოს გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს იქნა მოწმის სტატუსით დაკითხული სასამართლოზე პირად ჩხრეკაში მონაწილე პირი. მოწმემ ვერ მიუთითა ის კონკრეტული დეტალები, ადგილმდებარეობები, რომელიც საჭირო იყო და ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის. ფაქტების მოცემულობა ერთობლიობაში იძლევა ძალიან განსხვავებულ, ასე ვთქვათ, შეფასებას, ვინაიდან მიღებული ინფორმაცია და ჩატარებული პირადი ჩხრეკა არსებითად ცდება ერთმანეთს. სავარაუდოდ მოწმემ არ მისცა სწორი ინფორმაცია სასამართლოს, თუმცა ამას ბოლოს უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცხადყოფს.